ოპოზიციის წევრები არ უარყოფენ, რომ განიხილება ალიანსის ერთპარტიად ჩამოყალიბება ერთპარტიული ნომრით და საერთო საარჩევნო სიით. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრები ოფიციალურად გაფორმებული ერთობის მიუხედავად სოციალურ ქსელში ერთმანეთის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ნინო არღულიანი გვეტყვის დეტალებს. ოპოზიცია, რომელიც ერთი სიის, ერთი პარტიის და ერთი ნომრის ქვეშ გაერთიანებას განიხილავს, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას საჯაროდაც ვერ მალავს. ამის კარგი მაგალითია თამარ ჩერგოლეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირება სოციალურ ქსელში, რომელიც იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი ალიანსის ორი წევრი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. შეთანხმებას არ ღვევ პეტრე, რაღაცას ხელს რომ აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა, ზეხირი, გადამგდები არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალთ თბილისში. შეუზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხისთავიანო. აუ რასი ლამაზია, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები. სად გადის ოპოზიციაში გულწრფელობასა და იძულებას შორის ზღვარი მართლ პარტიას ამაზე საუბარი უჭირს, თუმცა მართველი პარტია დარწმუნებით ამბობს, რომ ოპოზიციაში ყველა მოძრაობა დღეს ქვეყნის გარეთ იგეგმება. ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც ამ დროს მართველი პარტიის წევრების განცხადებით კარგად იციან, რომ ოპოზიციურ პარტიებს არც მხარდაჭერა და არც პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. Ირონულად მათი ურთიერთობა როგორიც არის სოციალური ქსელების აქტიურმა მოხმარებელმა მთელი ეს ეპოპეა კარგად იცის, ასე რომ ჩემი როიტყვიან დახმარება მათ ერთმანეთის ეპითეტების შემკობელში არ ჭირდებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ანუ ეს არის დაშლილ შეერთებული ნაციონალური მოძრაობა. აქ რა ნაწილი არის გულსფერი და რა ნაწილი არის იძულებითი ქმედება, ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედება არის, ვიდრე ასე ვთქვათ, ბუნებრივად სურვილი გაერთიანებისა. ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალებს პოლიტიკურ პარტიებად. ამ ადამიანებს არანაირი საერთო პოლიტიკასთან არ აქვთ. ერთადერთი მათი მიზანი არის პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების დამძიმება და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილურ თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი ეს არის გარედავალების შესრულება, რომ შექმნან რაღაცა სურათი, რომ თითქოს ისინი გაერთიანდნენ, რეალურად ეს არის ფარსი. ოპოზიციამ ალიანსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, საერთო წარსულის მქონე პარტიები მომავალსაც ერთად გეგმავენ და როგორც ცნობილია, ალიანსის წევრები ადასტურებენ, რომ ერთი სიის გარშემო და ერთი პარტიის გარშემო გაერთიანება განიხილება.